დღევანდელი ვიდეოს მერე ბევრი დაიწყებს ამ ბალახზე საუბარი, რომელიც მე დღეს გეუბნები. ბალახი, რომელიც კალციის გარეშე, ყველაფერის გარეშე ამაგრებს ძვლებს. ეს მოდის ინდოეთში, რომელიც ჩემი წიგნშიც მაქვს. აი, ოსტეოპოროზი. საქართველოში იჭმება მეგობრებო უამრავი ყველი. ანუ კალცია არ უკლია საქართველოში, ქალები სავსეა კალციით. მაგრამ მაინც რატო ყველა მოხუცი ქალი კოჭრობს? ოსტეოპოროზის იმდენი დაავადება რატო გვაქვს? იმიტომ, რომ კალცია ვაფშე შუაში არ არის. კალცია რო ბევრი ჭამს ადამიანი, ჯოგი დანამატითაც იგებს, მაგით ძვლები არადროს არ დამაგრდება. აგერ სპილო. ეგეთი სპილო, რომელიც ცხოვრობს ძუებში, ანუ დაჭერილია, იმას ოსტეოპოროზის სიმპტომები აქვს უკვე. ეგეთი სპილო, რომელიც ტყეშია, მზის სხივებში ცხოვრობს, დღეში 10-დან 15 კილომეტრამდე თავისი თვითონ ნელა-ნელა დადის, ჭამს ბალახი და კიდე პატარა მინერალები, აი მიწაში, რომელიც იპოვება, ბორი რო ქვია, ბორონი, მიწაშია ეს. გინახია სპილო ყოველთვის დაბლა რაღაცებს რო ეძებს. ეს ბუნებრივად იგებს ამ ბორს. ბორი ესეთი მინერალია, რომელიც ქალები როცა მენოპოზში მიდიან, ჰორმონები რო დამკვიდრდება, ესტროჯენი. როცა ქალი 40 წლის გახდება, იმის მერე იწყება ეს დასუსტება. მაგრამ არავინ იმ დროს ყურადღება არ აქცევს ამ პრობლემას. სანამ რამე გატეხილობა არ მოხდება. ეს გატეხილობა შეიძლება მოხდეს 60 წლის ასაკში, შეიძლება მოხდეს 80 წლის ასაკში. მიდიხარ, გასინჯეთ მეოთხე სტადიის უკვე ოსტეოპოროზი, არაფერი არ გიშველება. ჩემთან უამრავი ესეთი ადამიანი, უფრო ქალები, იმიტომ ქალებში უფროა ეს. კაცებშიც არის, როცა კაცებში ტესტოსტერონი დახვედება, მაშინ იმატება ეს პრობლემა. დღევანდელი ვიდეოს მერე ბევრი დაიწყებს ამ ბალახზე საუბარი, რომელიც მე დღეს გეუბნები. ბალახი, რომელიც კალციის გარეშე, ყველაფერის გარეშე ამაგრებს ძვლებს. ეს მოდის ინდოეთში, რომელიც ჩემი წიგნშიც მაქვს. აი აქ შემოტანილია. დღევამდე არც ერთი წიგნში არ ნახავს ეს ინფორმაცია. ამას ხუია ჰად ჯორ. აი ეგრე გამოიყურება. რომელიც ჩემი დანამატისიც არის, დღევამდე საქართველოში ეგეთი დანამატი არ არსებობდა, იმიტომ დღევამდე ოსტეოპოროზისთვის რომ მიდიოდი სამანტყოფოში ექიმთან, პირდაპირ კალცია ინიშნებოდა, ტკივილის გამაკუჩებელი და ესე შემდეგ. D3 კაორითან ერთად, როცა ადამიანი დაიწყებს ჰარდჯორ მიგება, დაახლოებით ერთ თვეში შემსუხდება ტკივილები და ოსტეოპოროზის სტადია არადროს არ გაიზარდება. მე ყოველთვის ადამიანი რომ მოდის ჩემთან, იმას პირდაპირ ვეუბნები, ვერ დაფრინდები, ანუ ტყუილია რომ გეუბნები, მიდი ეს ჩემი დანამატი ან რაღაცა მე არ შემოვთავაზებს, არადროს. მე გაძლევს თქვენ ინფორმაცია. ეს ინფორმაცია მე თქვენ უნდა გააზიაროთ შვილებში, შვილიშვილებში. სრული ორნალობა როგორ უნდა იყო თუ გაჩუქებს ეს პრობლემა, ოსტეოპოროზი. ან ძვლის ან საქსრების სხვა დაავადებაც. პირველ რიგში D3 კაორთან აუცილებელია. კაორი მოიტანთ სხვადასხვა ადგილებიდან, სადაც არ დაგჭირდება კრისტალები კალცია და მოიტანთ იმ ადგილებზე, სადაც საჭიროა.
D ვიტამინის ნაკლებობის გამო შეიძლება თქვენი ყველაზე დიდი ძვალიდან დაიწყებ კალცის წასულა. იმიტომ ორგანიზმი არის წვიანი. იქ წაიყვან, სადაც საჭიროა. იმიტომ D3 კაური დაახლოებით 5000-იანი საჭიროა თუ გაწუქებს ეს პრობლემა. მეორე არის ბოსტნეულები, ამ ბოსტნეულებში შედის ეს ბორი, ბორონ რო ეძახიან ინგლისურად, რომელი იკონტროლებს თქვენი ეს ჰორმონები, კაცია თუ ქალი. ჰარჯორ არის სასწაული, მაგაზე კარგი არ არსებობს არაფერი და ძერ აზრზე არ არის. იმიტომ აიურვედაში წერია მაგ ვალახზე მარტო და მე შემოტანილი მაქვს საქართველოშიც და ბევრი კმაყოფილი ადამიანიც არის. და მესამე დაანებე შაქარი და ცომეულის საწმელი ჭამა და ყოველთვის უყვარს ჩვენი ძვლებს დატვირთვა. თქვენ რო დაიწყებს მარტო დაწოლა დამჯდარი არ უყვარს, ძვლებს უყვარს სიარული. ჭამე საჭმელი, ბუნებრივი საჭმელი ჭამე და ბორი კიდე შედის ფინიკებში. ანუ თქვენ როგორც ჩემი ვიდეოებს თუ უყურებს, თუ ჭამს თქვენ საჭმელში სელის თესლი, ჩიას თესლი, ფინიკი, ნუში, კაკალი, ხლიავი, აქ შედის ეს ყველა მინერალი, რომელს ჭირდება, რომ ძვლები დამაგრდე. რძე და ყველი არ ამაგრებს ძვლებს. ქვეყანა, რომელი ყველაზე მეტი რძეს ვამს, ინდოეთი, ნორვეგია, ყველაზე მეტი ოსტეოპოროზის პაციენტები იმ ქვეყნებშია. რძედან ჩვენი ორგანიზმი კალცია იგებს დაახლოებით 0. ბალახებიდან, ბალახი რას ნიშნავს? ანუ ბოსტნეული, სეზონი მოვიდა, ბოსტნეული, თევზეული, ხორცი, კვერცხი. აქ ყველაფერი შედის. სულიკავი, ჯამთელი და ბედნიერი.